აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ აბაშიძემ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ რუსლან აბაშიძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას 2019 წლიდან იკავებდა. მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში კანონმდებლობით მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს. მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე. 2019 წლიდან დღემდე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩემს გუნდთან ერთად ჩვენი საზოგადოების ინტერესების დასაცავად ბევრ გამოწვევას ღირსებულად ვუპასუხეთ. საფუძველი ჩაუყარეთ ბევრ ახალ ინიციატივას და გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. ჯერა რომ ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით მოხდება ჩვენი ერთობლივი მიზნის განხორციელება, ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობის უზრუნველყოფა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსლან აბაშიძის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დატოვების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ახალ თავმჯდომარეს აერჩევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ცენტრალურ მთავრობასთან მჭიდრო კონსულტაციით. პრემიერმა ის კრიტერიუმები დაასახელა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს. ჩვენ მზად ვართ რა თქმა უნდა კონსულტაციებისთვის, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ სასურველია რაც შეიძლება მალე შედგეს შეთანხმება და დაინიშნოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, კრიტერიუმი უნდა იყოს გამოცდილება, უნდა იყოს კომპეტენცია, უნდა იყოს კეთილსინდისიერება და რა თქმა უნდა, ამ ადამიანს გული უნდა შედგიოდეს საქართველოსზე და აფხაზეთზე, ხო? ეს არის თავარი კრიტერიუმები, რაც ჩვენ უნდა მივიღოთ მხედველობაში. დანარჩენს გვიჩვენებს უკვე პროცესი. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის კითხვაზე რა სახის ცვლილებები იგეგმება დევნილებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ პოლიტიკაში, პრემიერ-მინისტრი პასუხობს, რომ მუშაობა ყველა მიმართულებით გასააქტიურებელია. ყველა მიმართულებით გასააქტიურებელია მუშაობა. როგორც მოგეხსენება, თვითონ მთავრობის პრეროგატივაც არის ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ. მათ შორის თქვენ იცით, რომ კონკრეტული ინიციატივები არის, რაც განხორციელების პროცესშია, იგივე განსახლების მიმართულებით და ეს შემდეგ, თუმცა ეს არ არის საკმარისი, მაქსიმალურად გავაქტიურდებით, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით და ბუნებრივია აფხაზეთის მთავრობაც კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს ამ მიმართულებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან გალობლიშვილს წარადგენს. ლევან გალობლიშვილი უკვე შეხვდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიასა და დეპუტატებს. სწორედ აღნიშნულ კანდიდატურასთან დაკავშირებით გაიმართება კონსულტაციები აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და ცენტრალურ მთავრობას შორის. ლევან გალობლიშვილი მე-9 და მე-10 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრია. პარტიული სიით საარჩევნო ბლოკი ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. შეგახსენებთ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი რუსლან აბაშიძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. დღეს დილიდან მიმდინარეობდა კონსულტაციები ახალ კანდიდატთან დაკავშირებით. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დიდი უმრავლესობის გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ლევან გალობლიშვილი, სოხუმის მკვიდრი ჩვენი თანამემამულე აფხაზეთელი წარდგენილი არის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე და დაველოდებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. მივიღებთ თანხმობას, მერე უკვე გაგრძელდება პროცედურები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის საშემოდგომო სესია გაიხსნა. საშემოდგომო სესია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გახსნა და პლენარული სხდომის წინაშე ვრცელი მოხსენები წარსდგა. მოხსენებაში დეტალურად ისაუბრა უმაღლესი საბჭოს მიერ 2024 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდში გაწეულ მუშაობასა და სამომავლო გეგმებზე. მიმოიხილა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. იყო საუბარი იმ კანონპროექტებზე, რომლებიც ან წარდგენილია საქართველოს პარლამენტში, ან კიდევ მზადდება, ფაქტობრივად უკვე მომზადებულია და მალე იქნება წარდგენილი პარლამენტში. ეს ეხება სხვადასხვა კანონებში ცვლილებებს
ეს მუშაობა საშემოდგომო სასესიო პერიოდშიაც გაგრძელდება. საშემოდგომო სესიაზე ასევე არის გათვალისწინებული მინისტრის საათის ფარგლებში მინისტრების მოსმენა. ერთ-ერთი ამოცანა, რომელიც დასახული აქვს უმაღლეს საბჭოს და ალბათ ახლო მომავალში იქნება ეს რეალიზებული, გახლავთ მომავალი აფხაზეთის მომავალი კონსტიტუციის პროექტის მომზადება. თეზისები შეიცავდა მოხსენებაში იმ თავარ მიმართულებებს, რომლებზეც ორიენტირებულია უმაღლეს საბჭოს წარმომადგენლობითი ჩვენი დევნილი წარმომადგენლობითი ორგანო. თავის საქმიანობაში ამ უახლოეს პერიოდში დიდი ყურადღება დაეთმო აფხაზეთის მთავრობის საქმიანობისადმი კონტროლს, ბიუჯეტის მართვის საკითხებს, გამახვილდა ყურადღება უმაღლეს საბჭოს აპარატის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებაზე. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსება შეზღუდა და აფხაზურ მხარეს გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა. სანქციების მიხედვით დაფინანსება შეუწყდა ეგრეთ წოდებულ ძალოვან სტრუქტურებს, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებს. შემოდგომა ზამთარში კი ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილებით ოკუპირებული რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩება ან შუქისთვის კოლოსალური თანხის გადახდა მოუწევს. საუბარია რეგიონის ბიუჯეტის ზუსტად ნახევარზე. აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა სანქციებს ადასტურებს და ამბობს, რომ სანქციები აფხაზური მხარის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია. იგივე საცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის სოციალური გადასახადების შეწყვეტა არა სიტუაციის გამწვავება, არამედ ვალდებულებების ბალანსის დაცვაა. შეუსრულებელ ვალდებულებებში კი რუსეთი აფხაზების მხრიდან რამდენიმე კანონის არ მიღებას ასახელებს. მათ შორის ყველაზე მწვავე ეგრეთ წოდებული აპარტოტელების ჩაშლილი კანონპროექტია. Обострением это вот, возвращаясь к тому, о чем мы только что говорили, это выполнение достигнутых договоренностей. Есть пакет договоренностей, который санкционирован президентами, одобрен правительствами двух стран. И в соответствии с этими договоренностями, которые даже ратифицированы, по-моему, в парламентах, у каждой стороны есть свои обязательства. Речь идет просто о том, чтобы соблюдался баланс этих обязательств. И наши абхазские друзья это прекрасно понимают. Речь шла о том, что невыполнение нами обязательств, которые взяты, может повлечь за собой определенные санкции. Они уже начали осуществляться с 1 сентября, остановлены, как вы знаете, наверное, вы знаете, уже социальные некоторые финансирования, которые касаются врачей, учителей, силовых структур и прочее. Но это, очевидно, первые какие шаги. Кроме того, значит, стоит вопрос о том, что отныне переток электроэнергии, с которым мы сталкиваемся каждый раз зимой, нужно будет оплачивать по коммерческим ценам. ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ დაწესებულ მძიმე სანქციებს და შემოდგომა ზამთარში ელექტროენერგიის გარეშე მოსახლეობის დატოვების პერსპექტივას აქტიურად ეხმაურებიან თბილისში. როგორც პოლიტიკურ, ასევე საექსპერტო წრეებში რუსებსა და აფხაზებს შორის ვითარების კიდევ უფრო მეტად დაძაბვას ელოდებიან. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრთან საუბარში აღნიშნავს, აფხაზებისთვის ურთიერთობების დარეგულირება რუსეთის კმაყოფაზე შეუფერხებლად ყოფნას ნიშნავს, ხოლო რუსეთი თავის მხრივ ყველაფერს აფხაზეთის საბოლოო ანექსიისთვის აკეთებს. ეს ორი მიზანი კი ერთმანეთთან შეუთავსებელია. შეგახსენებთ 1 სექტემბრიდან რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ფინანსური სანქციები დაუწესა. მათ შორის დაფინანსება შეუწყვიტა ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავ სტრუქტურებს, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებს. ამასთან უკვე ცნობილია, რომ ოფიციალური მოსკოვი ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგიას უფასოდ აღარ მიაწვდის. აფხაზებს ორი სეზონისთვის საკმარის ელექტროენერგიაში საკუთარი ბიუჯეტის ზუსტად ნახევრის გაღება მოუწევთ. სანქციების დაწესების მიზეზი შეუსრულებელი ვალდებულებებია. რუსეთი დე-ფაქტო მთავრობასა და აფხაზ ხალხს რამდენიმე კანონპროექტის არ მიღებას ვერ პატიობს. მათ შორის გამყოფი ხაზი ეგრეთ წოდებულ აპარტოტელების კანონპროექტზე გადის. დაწესებულია საკმაოდ მძიმე სანქციები. უპირველეს ყოვლისა სანქცია ეხება თანადაფინანსების შეწყვეტას საჯარო მოხელეებისთვის.
აქ ყველაზე მტკივნეული გახლავთ ის, რომ რუსეთი შეწყვეტს ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსებას, შეწყვეტს ასევე ჯანდაცვისა და განათლების სფეროს მუშაკების დაფინანსებას და ეს ძალიან მძიმე დარტყმა იქნება აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის. შემდეგ კიდევ ერთი სანქცია, რომელიც ითვალისწინებს შემოდგომა ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებას კომერციულ ფასებში. ბატონმა შამბამ, რომელმაც ყველაფერი ამასთან დაკავშირებით ჩაატარა ბრიფინგი, მან განაცხადა, რომ თუ ეს ასე მოხდა და ეს უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, მაშინ ამ ელექტროენერგიის შესყიდვას დასჭირდება აფხაზეთის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი. არის სხვა მუქარებიც შეიძლება ითქვას აი იმ პირებისთვის, ვინც ეწინააღმდეგება იმ კანონის და რაღაც შეთანხმებების მიღებას, იმათ ჩამოერთვას რუსეთის მოქალაქეობა. არ გვინდა და არც შეგვიძლია მაყურებლის როლში ვიყოთ ამ პროცესებისადმი. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, რომ აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა, საზოგადოებრიობამ, ცალკეულმა დეპუტატებმა ძალიან მკაფიოდ და მკაცრი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთის მიერ შემოთავაზებულ ამ ეგრეთ წოდებულ აპარტამენტების კანონპროექტს და შესაბამისად შედეგად მივიღეთ, რომ გაწეული იქნა. ეს რომ მოხდა, რუსეთი გაღიზიანდა, ნათლად ჩანს მათი დამოკიდებულება აფხაზეთისადმი და რად უღირთ აფხაზეთი.